ეს არის კატასტროფის ტოლფასი, ხო? აი ესეთი ადამიანები არიან, მათ არც ბუდიში შეუძლიათ, არც შეცდომის აღიარება, არაფერი, არიან აი ესეთი რქებით აწვევია, რასაც ქვია ცხოვრება და ეს გონიათ, ესე რომ ვთქვათ, მთავარი პრინციპი, ხო? რატომ მოხდა გუშინ გამონაკლისი? ნუ, იმიტომ რომ შეეშინდათ ელემენტარულად, ხო? საერთოდ აი თვითონ როგორ მზადდებოდა გუშინდელი დღე, აი რომ მივადევნოთ თვალყური, მთელი სპეცოპერაცია ჩაატარეს, ხო? ყველაფერი დაიწყეს სუსის განცხადებით, რომ რაღაცა ესე რომ ვთქვათ შეთქმულება და 2-3 გვამი მერაბიშვილი 2 ვნახე ჩვენ გუშინ, ხო? 12 წელი ორ გვამზე გაბურღეს ტვინი და თვითონ გამოგვიცხადეს. თვითონ გამოგვიცხადეს 2-3 კაცი მოკვდებაო 14-იო. აი ეს გამოაცხადა სუსმა, ანუ სუსი ჩაერთო აი პირდაპირ ამ პროპაგანდისტს, სხვას აღარაფერს აღარ აკეთებენ. ამ პროპაგანდაში არიან ჩართულები, ხო? მთლიანად პოლიტიზირებულია. მეწოდება მე სუსის თანამშრომლები და ბევრი ღირსეული თანამშრომელია იქ ალბათ, რომელიც აი ამ მარაზმში ყავთ პირდაპირ გაგვედებენ და აი ნაჯახით, თეთრი ძაფით ნაკერ ისტორიებს აწერინებენ რა და არზებს აწერინებენ, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას იცავდნენ. მერე ეს ფსევდორელიგიური, ჩვენ ვნახეთ ეს ფსევდორელიგიური პროვოკაცია, ეს ტექსტები, რაც ესე ვთქვათ, რომ აეგდოთ მრევლი, ვითომ, ხო, აი ამ ცრუ რაღაცეებით, ხო? კი ბატონო. ესეც ვნახეთ, ეს ყველაფერი მზადების პროცესში და ხან კალათის მაისტრზე. მერე სხვათა შორის თქვენ ეთერში გავიდა პოლიციელმა ვითომ შემთხვევით იარაღი გამოაჩინა. ანუ ფაქტობრივად ყველაფერი იყო გათვლილი იმაზე, რომ ხალხი დამფრთხალი იყო, გუშინ იქ არ მისულიყო, თვითონ შეეკრიბათ ბევრი ხალხი და რაღაც აი ესეთი, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ზეიმის იმიტაცია შეექმნათ ადგილზე, სადაც ჩვენ მომავალ თაობას, ესე რომ ვთქვათ, აი ესე სასტიკად უსწორდებოდნენ, ხო? აი ეს უტიფრობა, აი ეს ბოროტება, პირდაპირ გეტყვით, ბოროტება იყო დაგეგმილი. მაგრამ არ გამოუვიდათ. რატომ? იმიტომ რომ ხალხს არ შეეშინდა. ხო? რატომ? იმიტომ რომ ისინი იცავენ საკუთარ სამშობლოს, მის მომავალს და თვითონ ხალხი ვერ შეკრიბეს, ვერ შეაგროვეს, მიუხედავად იმისა, რომ სრული მობილიზაცია გამოაცხადეს გამგეობებში, ხო და ეს კადრებიც ვნახეთ, გამგებელს მაინც დავინახებიო, ვიღაც ქალი რომ ჩქარი ნაბიჯით რომ ირბოდა, ხო? აი ეს იყო, ანუ ეს იყო კარგად, მათი გაგებით რა, კარგად მომზადებული სპეცოპერაცია და ვნახეთ მერე წაშლილი კალაძე, აბსოლუტურად წაშლილი სახით, კაგებეშნიკური ტექსტით, აი სულთ აი კაგებეშნიკური ტექსტი, თვითონ შეიძლება არ იცის, იმიტომ რომ ბურცაგორავებდა მაშინ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, კაგებე რა ტექსტებით ლაპარაკობდა, რომ თითქოს იქ უკვე რაღაც პროვოკაციები დაიწყო, შუშის ბოთლები ესროლესო, ნაძვის ხესო. აი ისეთი სიყალბე რა ამ ბავშვებს, რომლებიც იქ ბურთს თამაშობდნენ, ხალისობდნენ, ხო? აი ამ ბავშვებს დააბრალა კიდე რაღაც.